გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო. საკითხი, რომელზედაც მე მინდა გესაუბროთ, წინასწარ დავაანონსე და გითხარით, რომ მოგიყვებოდით ამ ამბავს. მე ერთგვარი სტატისტიკა მინდევს წინ ჩემი გვერდის მეშვეობით ამას ვუყურებ ამ ყველაფერს. რა არის ყურებადი, რა არის შეფასებითი, მოწონების სახით ვლაპარაკობ და სად შედის ხალხი უფრო მეტად ისე, რომ არ უყურებს და სად შედის ხალხი უფრო მეტად ამას საათობრივად, რა თქმა უნდა, პერიოდულად ვაკონტროლებ და ვხედავ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა. მინდა გითხრათ, რომ წინა ორი ვიდეო ჩაწერა ემსახურებოდა ადამიანების წესით გულზე უნდა გაევლო და ბოლო ვიდეოში ავხსენი რატომ უნდა გაევლო, რას უნდა მიქცეულიყო ყურადღება, მაგრამ მე ისიც აღვნიშნე, რომ არის ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც არ საჭიროებს ჩემგან ამის განმარტებას, თავადვე სწორად აღიქვავენ. ეს ადამიანები სადღაც ჩემ და სამწუხაროდ, თქვათ, დალაიქებიდანაც ვხედავ ამას და კომენტარებიდანაც ჩანს, რომ მაქსიმუმ თქვათ 25-30 კაცი. დანარჩენი ადამიანები უსმენენ თუნდაც ზოგიერთები კი ბატონო, უსმენენ და არ გამოხატავენ, ახლა ისთვის რაღაცა მიზეზით შეიძლება არ გამოხატავენ, რაღაც გონიათ რომ აქ რო დავალაიქო ის. არ ვიცი, ახლა თავიანთი მოსაზრება აქვს ყველას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ რას ახლა მაგალითად ამ ბოლო ვიდეო ჩანაწერს აქვს ძალიან შედარებით ნაკლები მოსმენა ვიდრე ნახვა, იმიტომ რომ შედის ვიღაცა რა თემაა რაღაცა და არ აინტერესებს. ჩემო გეუბნებით ძვირფასო მეგობრებო, მეთქი და გთვლით, რა თქმა უნდა, არაერთხელ მithქვამს უკაცრავად გთვლით ახლობლებად და მეგობრებად. იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ეს ურთიერთობა გვაკავშირებს. ხო და რა არის ახლა მწერალი, როდესაც გესაუბრება იმაზე, რომ თუ რატომ ქმნის ნაწარმოებს და საწყისიც და ბოლოც და ამის შექმნის იდეაც ყველაფერი მოდის სიყვარულიდან ადამიანთა შორის. მე მგონია, რომ ეს საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ რომ ეს არ გვაინტერესებს და ხალხს რომ ეს არ აინტერესებს, შედეგი სახეზეა. ვხედავთ ჩვენ რაც ხდება. ვხედავთ ჩვენ რომ ფაქტიურად ამ ურთიერთსიყვარულის არ ქონის გამო ჩვენი ცნობიერება ფაქტიურად ნულს უტოლდება. და ეს შედეგი ასახულია უკვე და თვალნათელია. იცით რომ მე არ მიყვარს სახელების და გვარების დასახელება, იმიტომ კი არა რომ მე თქვათ რაღაცას ვერიდები, არა. იმიტომ რომ არ ჩამეთვალო ჭორაობაში და რაღაცაში კაცი ვარ და არის რაღაცა არ უნდა თქვას კაცმა, რაღაცა არ ეკადრება კაც, რაღაცა არ შეიძლება რომ თქვას, რაღაც უკრძალავს ეს.
მე ვათვალიერებ ხოლმე TikTok-ს, იმიტომ მითხრეს, რომ TikTok-ი არისო გავრცელების კარგი საშუალებაა და ხედავ ახლა, რომ ეს ჩემი გვერდი გაჩერდა გამოწერების მხრივ და აღარ მიდის წინ. და TikTok-ს ვათვალიერებ ამ კუთხით და ერთი ახალგაზრდა კაცი, ინტელიგენტი ადამიანია, არ ვიტყვი რა სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ რაღაცას გამოდის, რაღაც უნდა ის, უნდა რაღაც დაფინანსება უნდა ის, რაღაცები რაღაც მჭირდება რა ადამიანს და ყვება ისეთ რაღაცას, რომ ადამიანები დააინტერესოს და თუ ეხა ამ ლაივებს ეძახიან, თუ არ ჩაერთი ამ ლაივში და თუ არ იმას ქენი რაღაცა, ფულს ვერ შოულობ იქ თურმე, ასეთი რაღაცა და ეს კაცი რამდენჯერმე ჩაერთო ამ ლაივში, ვიღაცა უცბად არ ვიცი როგორ შედიან, ეხა მე მაგ სისტემაში არ ვერკვევი და ეხა ამ განსაკუთრებით ამის შემდეგ უკვე მე აღარც ვიფიქრებ მაგასთან დაკავშირებით და ჩაერთო ერთი ამ ლაივში და დაუწყო გინება ამ კაცს. ამ კაცმაც დაუწყო გინება, რა თქმა უნდა, გამოვიდა მდგომარეობიდან, შენ ნახე აქო, იქო, აქო, რაღაცა მთელი ამბებია და ბოლოს ესე იგი მოხდა ისე, რომ ეს კაცი დაიჭირეს, წამოაგეს პროვოკაციაზე. იცით, რომ მე ამ წერილებს მწერენ და ბოლო წერილი უკვე ისეთი კულმინაცია იყო, რომ კიღამ გამოვედი მდგომარეობიდან, მეთქი ხა ვერ ვიტყვი, საკმაოდ კარგად უფლობს საკუთარ თავს, მაგრამ ამ ავადმყოფობამ ითამაშა გარკვეული როლი. მაინც ნერვებზე აისახა, მეთქი ვერ გეტყვის, მაგრამ თავისთავად ხო მაინც მოქმედებს, ხო? ეხლა ვიღებ ასეთ წერილს. უნდათ რომ გამომიყვანონ მდგომარეობიდან. ახლა ვიღებ ზრდილობიან წერილს და კაცი მეუბნება, ბატონო თამაზო, მეო, თქვენზეო, არც თუ ისე ახალგაზრდა ვარო, მეც წლოვანი ვარო, მაგრამ არა, ცოტა ნაკლები მომდევნო თაობის წარმომადგენელი ვარო თქვენიო და მეო მთელი ცხოვრებაო ვიშრომეო, სიბერე მქონოდაო და შევქმენიო, დოვლათიო და ხვალე და იმაზე მე არავის ხელის შემყურე არ ვიქნებიო და ასე და ისე. დამამცირებელი წერილია, თავისთავად მიუხედავად იმისა, რომ ზრდილობის ფორმებში ჯდება, გამოგიყვანოს მდგომარეობიდან, შენ რაღაცა უთხრა. მე იქაც მივწერე და კიდევაც აქ გასაგონათაც ვეტყვი. ბატონო ჩემო, და მარტო შენს გასაგონად არ ვამბობ. ვამბობ, აი კიდე თუ ვინმე ფიქრობს ამ დაგვარი რამე მითხრას მე და ან იფიქროს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე 65 წლის გავჩნდი ამ ქვეყანაზე? ლეგენდის თანახმად ესეთი შემთხვევაც არსებობს ახლა ფილოსოფოსი ლაოძი, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 604 წელს დაიბადა. ისტორია გადმოგცემს, ლეგენდა უფრო სწორად გადმოგცემს, რომ 81 წლის დაიბადა ლაოძი, 81 წელიწადი დედის მუცელში იყო. ეს ლეგენდა ამბობს, რადგან ამ დონის ბრძენი იყო. მაგრამ მე დავიბადე ჩვეულებრივად, როგორც თქვენ დაიბადეთ. მეც ვიყავი 15 წლის, მეც ვიყავი 20 წლის, მეც ვიყავი 25 წლის, 30 წლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეც მქონდა ჩვეულებრივი მოთხოვნილებები მაპატიეთ, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე შეიძლება რაღაცა ხორციელი მოთხოვნილებები, ისეთი როგორც მაგალითად კარგი ცხოვრება, ესეც ერთგვარი ვნება, ხო? როდესაც ადამიანები ამ სიამოვნებას არ იკლებდნენ, მე მაშინ ვიჯექი და წერდი. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? 37 ნაწარმოები, რომლებიც შეიძლება ცალკე წიგნებად გამოვიდეს, ადამიანი რო შექმნეს, თითოეულ წიგნს მე ადრე აგიხსენით, რომ რა სჭირდება ერთ ადგილზე, რომ გავჩერდი, მე გითხარით ამასინათ საბჭოთა მზვერავის ვაჟზე, სადაც ვერ ვწერდი ქალბატონი
კაციას მონოლოგს თვეები ვერ კინებოდი ამას და რამდენი უძილო ღამე და რამდენი ჩაწერილი რვეულები, რამდენი გავაუქმე, უამრავი, აი იმ ერთი პატარა ადგილის გამო. თქვენ როგორ გონიათ ეს თავისით შეიქმნა? 37 ნაწარმოები, 2 სამეცნიერო ნაშრომი. ნაშრომი ისეთი კი არა, რო აქ და ის და რაღაც, ყველა კი ბატონო ყველას თავისი ის, მაგრამ მე რო ვამბობ ამას, ვიცი ეს აქვს გარკვეულ წრეებს ნანახი და იციან რა თემაა და როგორ და რას ნიშნავს ის. გარკვეულწილად რაღაც ცვლილებებს გამოიწვევს. იმ დარგში, რა დარგშიაც მე მაქვს ესენი. თქვენ როგორ გონიათ ეს ყველაფერი თავისით შეიქმნა და მე არ ვიშრომე? მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თქვენ რომ შრომობდით მხოლოდ თქვენთვის, აი მე წინა იმაზე განვიხილებ, აი ის რა არის სიხარულიო და სიხარული ორგვარი არსებობსო, ერთი ადამიანური, მეორე ღვთიურიო. ის ადამიანური არის, რომ შეიძენ შენ და შენ იღებ სიამოვნებას იმ შენაძენით, რაღაც მატერიალურზეა კიდევ მეორე ლაპარაკი და სულიერი სიხარული არის, როცა სხვის ცხოვრებას ცვლი და სხვას ეხმარები და მადლს აკეთებ. როგორ გგონია შენ, ჩემო ბატონო, და შენნაირებს თუნდაც აი სხვებიც შეიძლება ფიქრობდნენ ამას. მე არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ ვინმეზე ნაკლები ვიყავი შეხედულებით, ვინმეზე ნაკლები ვიყავი დაუშვათ კაცობით, ვინმეზე ნაკლები ვიყავი ცოდნით, ვინმეზე ნაკლები ვიყავი აზროვნებით, გვარიშვილობით უნდა და რა ვიცი, რა ჩამოვთვალო. მაგრამ რადგან ესე წავიდა საუბარი, ერთ ქალთან რო ვცხოვრობდი, შეიძლება წლები მეცხოვრა იმ ქალთან და მე კმაყოფილდებოდი იმას იმისათვის მაპატიოს ჩემმა მსმენელმა და მეგობარმა ქალბატონებმა, მაგრამ მე უკმაყოფილდებოდი იმიტომ რომ მე სამუშაო მქონდა და მე არ მქონდა რომ შენნაირად მე სხვადასხვა მრავალ ადამიანთან მქონოდა საქმე და სიამოვნება მიმეღორად შეიძლებოდა იმ ახალგაზრდობაში და შენ რომ სიამოვნებას იღებდი სხვადასხვა ამ კუთხით თუ იმ კუთხით თუ სხვადასხვა კუთხით, მე მაშინ ვიჯექი და ღამეებს ვათენებდი და ვწერდი და ვმუშაობდი და შენგან განსხვავებით ჩემთვის კი არ ვწერდი იმას. მე ჩემი ქვეყნისთვის ვქმნიდი ამას და დღეს თუ მე ხალხს ვეუბნები ამას და მთავრობა არაფერს არ აკეთებს, ეს მთავრობის სირცხვილია და არა ჩემი. თორემ მე კიდევ ვიმეორებ, როგორ ფიქრობ მე არ შემეძლო შენზე მეტი დოვლათი შემექმნა? თუ მე ამ ხნისა დავიბადე, თუ მე არ ვიყავი კიდევ წეღანაც გითხარი 20 და 25 წლის და რამე მეკლდა ხელი ფეხი და ნუ რავი 1000 რა არაფერი არ მეკლდა მე პირიქით, სადაც გამოუჩნდებოდი რომელ საზოგადოებაშიც იქ მე ვიღაცა ყურადღებას მაქცევდა. ქალი იყო თუ კაცი იყო, ყოველ შემთხვევაში რაღაცას ვნიშნავდი სადღაც და ბოლო რიგებში არ ვიჯექი შენსავით. ასე რომ მე რო ეს საქმე დამიდგა ასე, რისთვის ვაკეთებ მე ამას, ჩემთვის საერთოდ არ გავაგე, არ გამოვცემ ჩემ წიგნებს და აგე როგორც ამას წინათაც გითხარით, კლასიკოსი მწერლები რო არიან და შიმშილში რო დაიხოცნენ და მათი შთამომავლები და ისინი მილიარდერები რო არიან დღეს, მეც დავტოვებ ვიღაცას დავუტოვებ და ისინი ფულს იშოვიან მაგით. მაგრამ ერთი რამე არის რა, სირცხვილი ის კი არ არის რომ მე გამოვდივარ და ხალხს ვთხოვ დახმარებას, იმიტომ რომ ყოფაც და ცხოვრება და არსებობაც კი რომ მიჭირს, აქ წიგნების გამოცემაზე აღარ არის ლაპარაკი. ელემენტარულად ბინის ქირას რო ვერ ვიხდი და სახლიც კი რო არა მაქვს, არასოდეს არ მქონია მე სახლი. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა რის გამო მოხდა ეს? სად იყავიო წივწივადზე მეუბნებოდა სახლებს რო ვარიგებდიო, მე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რო ვიყავი და ზოგს 4 და 5 სახლი ქონდა და კიდე მოდიოდა აი იმას რო შვილი ეყოლებაო, ჩემ შვილს რო კიდე შვილი ეყოლებაო, იმასაც ხო უნდა ბინაო. სად იყავი ამ დროს შენ?
და გაივსო ეს ეგრეთ წოდებული მწერლები, რომლებიც არც ერთს არ მოუღია ჩემ იმაზე ხმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ამაზე არ ვბრაზობ და ჩემს არქივში არ დარჩება? და ის ხალხი არ დარჩება ჩემს არქივში, რომელსაც ხელი გამოუწვია ჩემთვის საერთო ცხოვრებაში? უამრავ მასეთ ადამიანებზე დაუმეგობრებულ ვარ და გვერდში დამდგომიან, წიგნები მაქვს შექმნილი. და წიგნები ისე კი არა სიუჟეტი რო არა, სიუჟეტი უნდა გქონდეს იმ წიგნს და ყველა წიგნში ეს მადლი ჩანს. და ზუსტად იმიტომ ვიძახი ქრისტიანული ხაზი გაზდევს ამას, რამე თუ ყოველთვის როცა ვქმნიდი მე ვითვალისწინებდი, რომ მომავალში ვინმესთვის ამ წიგნს რო წაიკითხავ და სტიმული მიეცა კაცობისთვის, იმისთვის, ამ ათასე ცხოვრებაში როგორ უნდა ეწყო, როგორ იყო მართალი ცხოვრება, როგორი იყო სწორი ცხოვრება. ასე რომ მე ვაფიქსირებდი ყოველთვის და ვაფიქსირებ. უნდა არსებობდეს კანონი. მე როდესაც დავწერე, აგერ საგაზეთო წერილი რომ დავწერე და იცით თქვენ ეს я ухожу, господа, ასეთი სათაურით იყო ეს წერილი, რუსული სათაური ჰქონდა. და იქ განვიხილე, რატომ იყო განსხვავება სახელმწიფო მოხელეებსა თუნდაც და ქურდებს შორის იმაში, რომ ქურდები მაღლა იდგნენ მორალურად. მე ქურდებზე გარკვეულწილად შეიძლება რაღაცა გულნაკლული ვიყო დარჩენილი, იმიტომ რომ შეიძლებოდა ვიღაცა დამხმარებოდა და ესეთ მდგომარეობაში მაინც არ ყოფილიყავი და ყოველ შემთხვევაში ჩემზე ითქმის ნამდვილად, რომ მე იმათ ენაზე გეტყვით, რომ მე ბრადიაგასავით ვიცხოვრე და ზოგს აგონია ბრადიაგა ლოთი. არა, ბრადიაგა არის უქონელი, რომელიც ყველაზე დიდი სახელი ჰქონდა ქურდებში ბრადიაგებს, იყო დრო ასეთი. იმიტომ რომ ისინი თავიანთი სიამოვნებისთვის არ ცხოვრობდნენ. აი ასე ვიცხოვრე და ცოტა შეიძლება ვიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დაუშვათ. ეხლა კიდე გეუბნები, დღეს მე არ ვიცი არავისთან არ მაქვს კავშირი, მაგრამ ვისაც ვიცნობდი და ვიზეც ამაქვს მე დაწერილი, ყოველთვის ვაყენებდი ქურდებს მორალურად მაღლა და რატომ ხდებოდა ეს იცით? იმათ კანონებში ადამიანები ისჯებიან, რატომ? ისჯებიან ცუდი საქმის გამო. აი დაუშვათ საერთო აქვთ სალარო იმათ, იმ სალაროდან დაუშვათ 1 გროშიც რომ მოიპაროს, სასტიკად დაისჯება. მეგობრის ცოლს რომ წელს ქვემოთ შეხედოს კაცმა, ის ახარებაში რო არა, ვინც ქალს გულის თქმით შეხედავსო, ქრისტემ რო უთხრა, მოსემ ასე გითხრა თუ არ იმრუშოთ, მაგრამ მე გეუბნებით, ვინც ქალს გულის თქმით შეხედავს, მან უკვე იმრუშაო. მეგობრის ცოლს რომ წელს ქვემოთ შეხედოს, ის ისჯება. ანუ კანონები, რაც მე არავის რომანტიზებას არ ვეწევი, მაგრამ მე რატო ვამბობ ამას, გეტყვით ამას ბოლოში. კანონებით ისჯება იქ არაკაცობა და ადამიანური ღირებულებების გადახვევა. მაშინ როდესაც რა ქვია პოლიტიკოსებში და სხვადასხვა სამსახურებში, სხვადასხვა ინსტიტუციებში ეს არ ისჯება. და როდესაც არ ისჯება, იქ თავგასულობა, იქ ყველაფერი შესაძლებელია რომ გააკეთოს ადამიანმა. და აი ამიტომ ისინი მაღლად განან და ყოველთვის მაღლა იქნებიან. გესმით რატო ვამბობ ამას მე? იმიტომ კი არა ვიღაცის ვარსკვლავის ამჯერა. კანონი რო იყოს, აი ჩემს ერთ-ერთ წიგნს ადრედაც გითხარით, აი ცეკასტივანი და კრიმინალური ავტორიტეტი. დავწერე ასეთი გამოცემული არის ეს. იქ ამბობს მხცოვანი დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელი და ავტორიტეტი, რომ სანამ იარსებებს ქვეყანაზე ძალმომრეობაო, მანამდე ვიქნებით ჩვენს როგორც ამბოხებულებიო. ანუ ძალმომრეობა თუ არ იქნება ქვეყანაზე და თუ კანონი იკანონებს და სამართალი იქნება ქვეყანაზე, მაშინ ის ფუნქცია იმას, მე ის თქვა იმან და ეს გავიმეორე მე. ის რაც მითხრა იმ კაცმა, მე ის დავწერე. ანუ იმისი ფუნქცია ის აღარ იქნება და ის უკვე ფაქტიურად თავისთავად ევოლუციური პროცესი განხორციელდება და მაფიოზურ სტრუქტურად გარდაიქმნება.
ის უკვე სხვა სტრუქტურა, ის აღარ იქნება ის ქურდული ისა, რა ქვია, კანონები. რომ ქვეყანაში იყოს სამართალი, მაგრამ ქვეყანაში რომ სამართალი არ არის, თავისთავად ის ადამიანი მიმართავს იმას, რომ გონია რომ იქ სამართალს იპოვნის. ზოგი პოულობს, ზოგი ვერ პოულობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ასე არის ეს საქმე. ნუ დავანებოთ ამას თავი. მე მინდა ახლა ერთ ხო სანამ ამას დავამთავრებდე იყო ასეთი სტატისტიკას გადავხედე მეთქი რა ამ ყურებადობის ამბავში და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წინა იმაზეც გითხარით 8000 კაცს აქვს ნანახი ჩემი კონტენტი და მოსმენილი ვიღაცას რაღაცა წარმოიდგინეთ რომ 8000 პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები 8000 კაციდან, ესე იგი 8 კაციც არ გამოჩნდა ისეთი რომ რა ვიცი, სულ ყველა პოლიტიკური მით ახართ ანგაჟირებული კაცო. ანუ სულ ყველა დაავადებული ხართ ამ პოლიტიკით და სულ ყველა სიძუნწით ახართ და 8000 კაცში 8 კაცი არ გამოჩნდა. ერთი ადამიანი გამოჩნდა, ისიც უმუშევარი. კაცი არის უმუშევარი, ნუ 2 თვის წინ იყო თუ რაღაცა დამიკავშირდა თუ ცოტა ადრე უფრო დამიკავშირდა და მესმის არც მაშინ არც მithქვია მე ისეთი რაღაცეები ესეთი მძაფრად მინდა რომ დაგეხმაროთო მაპატიერთო ამ მცირედზეო უმუშევარი ვარო მე სამსახურიო ვერ ვნახეო და თუ გამომისწორდა მდგომარეობა არ დაგივიწყებთ ბატონო თამაზო და გულუხად გამომიგზავნა კაცმა რომელიც არ მუშაობს და 8000 მაკაცმა უყურეთ და 8 კაცი მაინც ვერ გამოხვედით, 1000 კაციდან 1 კაცი მაინც არ გამოხვედით ქართულად მოაზროვნე და ვერ იფიქრეთ, რომ ამ კაცმა ქვეყნის საქმე გააკეთა და ქვეყნის საქმეს აკეთებს და სიყვარულს ქადაგებს და პატიოსნებას და მისი წიგნები ჩვენ შვილებს, შვილთა შვილებს და იმათ მომავალს გამოადგება. 8 კაცმა მაინც არ იფიქრეთ, იმისი არ იყოს ახლა ილია ჭავჭავაძე რო ამბობს რა. ნუ წუწუნებო რა შენს ქვეყანაზეო რა აკეთე შენი საქმეო კარგადო და კონდეს ერთი ფიქრიო რა რომ შენ ხარ შენი ქვეყანაო აი ამას ეხლა გაგება და აზროვნება უნდა კაცო დიდი აზრო გაგება უნდა მაგრამ აზროვნება დიდი ხო არ ჭირდება ამის გაგებას უბრალოდ ერთი მაინც არ ფიქრობთ რომ თქვენ ხართ თქვენი ქვეყანა კაცო და მე კაცი ვაკეთებ ქვეყნის საქმეს და არა ჩემს საქმეს არ შეიძლება რომ მე კაცმა რომელმაც წეღანაც გითხარით ყველაფერი მოვიკელი ახალგაზრდობაში მე რო ახლა ყოფილიყავ ისეთი ღმერთო მაპატიე მაგრამ აი ნუ არავის არც რა ვიცი არ მიყვარს ხოლმე ესეთი ლაპარაკი მაგრამ მე რო ყოფილიყავი აი გარეგნობით ისეთი კაცი რომ მაგალითად სიტყვაზე კაცი ისეთი კაცი რა ქალი არ მომკარებოდა კიდე იტყოდა ვიღაცა რომ ამას ვინ მიეკარებოდა არა ბატონო მე თავი მქონდა ჩარგული ამ ყველაფერში და კიდე გეუბნები წლები შეიძლება მეცხოვრა ერთ ქალთან მაპატიეთ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს მაგრამ ხაზს უსვავ ამას რომ ჩემი სიამოვნებისთვის შემეძლო მეცხოვრა და განცხრომაში ყოფილიყავი ფულიც მეშოვა ყველაფერი თანაც ისეთ საზოგადოებასთან მქონდა მე საქმე იყო შემთხვევები რომ გენპროკურორის მოადგილესთან იმასთან სასამართლოში იგი ხალხთან მქონდა საქმე კაცო ურთიერთობები მქონდა მეგობრული ურთიერთობები მქონდა კაცო ძალიან დიდი თანამდებობების ხალხთან მქონდა საქმე და შემეძლო რომ ხალხი მეუბნებოდა ბიჭო ერთი ზარითო 50000 გააკეთებოდა გამოიყენე ეს ხალხი არავინ არ გამომიყენებია მაგ კუთხით მე იმიტომ რომ სირცხვილად მიმარჩნდა მე ადამიანისთვის მეგობარ რომელთანაც ურთიერთობა მქონდა მისთვის მე მეთხოვა ის რომ მე ესე იგი ფული გამეკეთებინა და იმისთვის დამერეკინებინა კიდე გეუბნებით ჩემი სიამოვნებისთვის არ ვიცხოვრია მე ვიცხოვრე ქვეყნისთვის
და ეს შეიძლება ვიღაცა მომწეროს და დამამადლოს ეს და თან შეგონებითი წერილი მომწეროს, რომ მე ესე იგი არასწორად ვიქცევი, თურმე რომ ვიღაცას მე ხალხს ამ შემთხვევაში მივმართავ. სირცხვილი იქნებოდა მაშინ, როცა მე გამართული ჯანღონით სავსე კაცი ვიყო 30 წლისა და შემეძლოს ბელტების გადაბრუნება და მინდორში მუშაობა და ხელგაშვერილი სირცხვილი ის იქნებოდა მე მუშაობდი მთელი ცხოვრება გონებრივად, კაცო. და თუ რაღაცა იყო კიდე და ავად ვიყავი და მიჭირდა, იყო ასეთი შემთხვევებიც, კაცო, ვიღაცა მეხმარებოდა, ვიღაცა რაღაცა იყო 95 ჯერა ვარ გადაჭრილი შუაზე, ბოლო-ბოლო ამ ყველაფერს ხო ვერ ვიტყვია რა. იმ არასწორი ცხოვრებისგან, იმ უსახლკარობისგან, იმ თუნდაც შიმშილის მე არ ვაქცევდი ყურადღებას, მე დოვლათის მოპოვება, ეს მატერიალური დოვლათის მოპოვებაზე არ ვფიქრობდი. ამიტომ იყო რომ ეს სულად ხდებოდი თუ ის და ეხლა ბავშვობიდან დაინვალიდებული ვიყავი, იცით და კიდევ ვიმეორებ ამას და ეს მახსენებდა პერიოდულად თავს და დღეს ეხლა რა მდგომარეობაში უნდა ვიყო. მე არ ვწუწუნებ, თორე თქვენ გონიათ მე კარგად ვარ? აგერ რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა და ეს რამდენიმე ადამიანი მე მეყოფა იმაში, რომ ეს ბინისკირა გადავიხადო და ის ნუ რა თქმა უნდა არ მეყოფა. რუსეთში მივმართე ხალხს ისინი კაცი არა, ნუ არავინ ფაქტიურად ყველა ფიქრობს საკუთარ თავზე და რამდენი გაჭირვებულია რა. გაჭირვებული ბევრი იქნება ყოველთვის, კაცო, თუ თამაზალავიძეს წიგნი არ დაიბეჭდა, თუ იმ მეცნიერის ნაშრომები არ გამოქვეყნდა, თუ იმას ის არ გაგვეკვირა, კულტურა არ აღორძინდა, თუ მეცნიერება არ წავიდა, ეს გაჭირვება სულ იქნება, კაცო. და კიდევ ვიმეორებ, მე ჩემს საქმეს ხო არ ვაკეთება რა. ერთმა წიგნმა შეიძლება 20,000 კაცი მოატრიალოს და შემოუბრუნოს გონება და სხვაგვარად დაანახოს სამყარო. აბა როგორ ხდება ის, რომ ილია ჭავჭავაძეზე რო გეუბნებოდით, მაშინ ილია ჭავჭავაძე რადიკალურ ცვლილებას რო ითხოვდა, იმიტომ ითხოვდა, რომ მაშინ იყო სწორედ რომ მენტალური ცვლილება ხდებოდა და საზოგადოებრივი წყობა იცვლებოდა. მეხუთე საზოგადოებრივ წყობაში გადადიოდა ადამიანი. და ამიტომ იყო რომ საქართველოს ფეხის ხმა უნდა აეწყო და სწრაფად გადასულიყო ამაში. ამას ცდილობდა ილია. დღეს ეგ საჭიროება აღარ არის, საზოგადოებრივი ცვლილება არ მიმდინარეობს. ხვალე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მაგის ის არ დგას საკითხი. დღეს საკითხი დგას ცნობიერების ასამაღლებლად, რომ ადამიანებს ჩვენ ერს, რომელიც ფაქტიურად ცნობიერება აქვს დაკარგული და ნდობა არის ერთმანეთში დაკარგული და ხალხი ერთმანეთს აგინებს და არ იცის რისთვის აგინებს, აი ამის გულისთვის გამოვედი. მე და ამის გულისთვის გთხოვთ იმ წიგნების დაბეჭდვას, თორე ჩემი ის იდეა ფიქსი კი არ არის, რა ქვია, სულაც არ მინდა კაცო ის გამოცემული წიგნები რაც მაქვს იქნება და გამოუცემელს კიდე ვიღაცა გამოსცემს მომბოლა ჩემი რა ქვია შიმშილითა და უსახლკარობის ციკლი კიდე თქვენ რა გონიათ რაღაც ჩემზე დიდები დაიხოცნენ რომ ვაჟაბშაველა მოგდა შიმშილი და რა პრეტენზია უნდა მქონდეს მე ხო? მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ ვთვლი რა სადამდე ვიქნები რამდენი წელი შეიძლება გელაპარაკო წელი კი არა შეიძლება დათვლილია ჩემი დღეები. საერთოდ რო არც მწერალი ვიყო, არც მაღაზია არ ვფიქრობდი, არც ქვეყანაზე არ ვფიქრობდი, არც ქვეყნისთვის არ ფაქტიურად ზვარაკად არ შემეწირა საკუთარი თავი და ჩემი მთელი ახალგაზრდობა არ დამეთმოდა ეს ყველაფერი არ გამომეკლო სიამოვნება და ქვეყნისთვის არ მიმეძღვნა და ვაფშე არაფერი რო არ იყოს მაპატიეთ ამ სიტყვაზე, საერთოდ არაფერი გამეკეთებინა, წლოვანი კაცი გამოდივარ, ავადვარ და დაუშვათ გთხოვ ვიღაცას ერთ კაცს მაინც არ ეღვიძება გონებაში გავანებოთ იმას რომ მე რას ვფიქრობ და რისთვისა ვარ გამოსული და რა მინდა შევეშვათ ამ ყველაფერს კაცო ერთ ადამიანს მაინც არ უნდა ესე იგი რამდენიმე ადამიანი კი არის ხო ჩემ გვერდში მაგრამ ეს არ არის საკმარისი რომ მე ქირა გადავიხადო და ვიარსებო და წამალი ვიყიდო და რაღაცა ვიყიდო და რაღაცა საარსებოდ მეყოს თორე მადლიერი ვარ ისეთი ადამიანმა ჩამირიცხა მაგალითად იმ დღეს დავდები პირველივე და კაცმა ჩამირიცხა ისეთმა რომელიც საერთოდ არ ვიცნობ და წარმოდგენა არ დიდი ხანი ვიფიქრე რა ანუ
პირდაპირ ვიტყვი მე რა, ესე იგი სომეხი ეროვნების კაცმა ჩამირიცხა ლავლაბარში დიდი ხანი ვიცხოვრე და 4 წელიწად ნახევარი და ვფიქრობდი იქ ხوار ვიცნობდი ვიღაცას მეთქი რა. და არა რა. ვერ გავიხსენე. კაცმა წაიკითხა გული მოუვიდა და ახალი დადებული მქონდა რა ნახევარი საათის. გაგიმარჯოს ზმაო ღმერთმა და ღმერთმა რავი მილიონი იმდენი მოგცეთ შენს და იმათაც ვინც მე მხარში მიდგას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი რამდენიმე ადამიანია ეს კაცო. ხო მიჭირს ახლა ამის შემდეგ ერთი ამბავი მინდოდა მომეყოლა, ნუ მაინც რადგან შეგვირდით მოგიყვებით რა. ცოტა გამიგრძელდა, ცოტა კი არა, კარგად გამიგრძელდა ეს საუბარი, იმიტომ რომ იმ მონაწერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე რა და ნუ არ გეუბნებით იმის შინაარს ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე რა. მე გითხარით რომ ერთი პერიოდი ნახალოვკაში მომიხდა ცხოვრება და ისიც იცით რომ ვცდილობდი რომ ჯანსაღად მეცხოვრა და ამ ავადმყოფობას და ამ ყველაფერს შევბრძოლებოდი ჩემი ფიზიკური აქტივობით და დილით ყოველდღილა დავრბოდი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი ბიჭი, სპორტსმენი იყო ის ბიჭი და ბოქსიორი და ჩემზე რაღაცამდენი ერთი წლით თუ რაღაცამდენი თვით უმცროსი იყო რა. პატარა ბიჭები ვიყავით და რომ დამინახა რომ დილით დავრბოდი, მანაც მოისურვა ეხლა რომ ჩემთან ერთად ერბინა, ის ვერ დარბოდა, დარბაზში მიდიოდა იქ ვარჯიშობდა, მე იქაც ვარჯიშობდი დღისით სხვა იმებზე, ძალისმიერ ვარჯიშებზეც, მაგრამ დილით დავრბოდი ყოველდღიურად და ამავე დროს მქონდა სპორტული ველოსიპედი და დავდიოდი და ნუ ავიძე 50 კილომეტრს, 60 კილომეტრს გავდიოდი კვირაში ერთხელ, ნუ ცხოვრობდი ისე რომ ნუ აი ასეთი წესებით, რომ ამით შევბრძოლებოდი კიდევ გეუბნებით ამ განადგურებულ ჯანმრთელობას და თანაც ფორმაში ვყოფილიყავი. და ყოველი ამის შემდეგ რამდენიმე ზვასწრებდი წარმოიდგინეთ ახლა მუშაობას იმას და ნუ ერთობ დაძაბული გრაფიკით გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება. და ეს ბიჭი გამოვიდა ახლა, კი ვიცოდი ახლა მეზობელი იყო, გამარჯობა გაგიმარჯოს, მაგრამ არ ვიყავი ახლოს ამასთან. ხო და ჩემთან ერთად დაიწყო სირბილი, ახლა ეს მომზადებული იყო სპორტულად, მაგრამ ამ სირბილში არ იყო მაინდა-მაინც და ხანდახან ვჩერდებოდი ხოლმე ამის გულისთვის, რომ შემეწყო ხელი ეს ბიჭი, რომ ნუ სირბილს თავისებური ისჭირდება, რომ ამბობთ ხოლმე დიხანიაო, აი ეს და ერთი სიტყვით გარგახანი დავრბოდით ერთად და მე რაღაცა ცოტა ხანში ეს ბიჭი გაქრა. ეხლა ვიცნობდი ოჯახს როგორი, ისეც ვიცნობდი მამამის და დედამის პატიოსანი ოჯახი იყო. ეს კაცი მშრომელი ადამიანი იყო, მამამისი, ამათაც გამარჯობა, მეტი არაფერი, ნუ ჩემს ახლოს ცხოვრობდნენ იქ რა. და როგორც ხოვბნელები, ესევე ჩვეულებრივად მათაც ესე სალმით მეტი არაფერი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაგრამ ამ ბიჭთან გარკვეულწილად დავმეგობრდით, ახლა რაღაცა სიტყვი იქ ავდიოდი ზღვაზე ზევით იქ და ხო და ეს ბიჭი გაქრა და ნუ გაქრა ახლა რა ვიცი შეიძლება სადმე წავიდა ან სოფელი ქონდათ ამათ ქართლში და შეიძლება ვიფიქრე რომ სოფელშია წასულიან სადმე. არაფერი არ ვიცი რა. ნუ გავიდა სადღაც ერთი აღარ მახსოვს, არის 10 დღე თუ 2 კვირა, ეს ბიჭი აღარ გამოდის რა და ერთი მომენტია ახლა ვარ სახში და სადაც ის ოთახი მქონდა და ეს კაცი მოდის სადღაც ესე იგი საღამოს პირია, ეს კაცი დამიზახა, ვიღაცამ დამიზახა, გამოვიდა და ეს შევხედე ეს ამ ბიჭის მამა. ხო და მოვიდა და როგორც ისა და დაიჩოქა კაცო და ფეხე ჯერ ვერ გავიგე რა ხდებოდა ესე იგი რაღაც უკან გავიწიე ესე იგი კაცი წამოვიდა, ნუ ცოტა ესეთი მოსული კაცი იყო რა, ეს ფიზიკურად რა და ის ბიჭი გამხდარი ბიჭი იყო რა და ეს ცოტა ესეთი
მომსუქნო კაცი იყო რაღაცნაირი, ხო და არ ვიცოდი მე რას აკეთებდა და კაცი დაიჩოქა და ფეხებთან მე მინდაო რომ ისაო მიჩოქებს კაცი და ვერ გავიგე რა ხდება რა წარმოიდგინეთ რა იმ ბიჭს ვერ ავხედავ ამდენი ხანია ესა და რა ხდება მეთქი მე უთხარი კაცო რაშია საქმე მეთქი და ასია თავი ამ კაცმა და მოზდის ცრემლები მადლობელი ვარო დიდიო შენიო შენ რომ არაო ჩემ ბიჭსო რა ეშველებოდაო ტირის კაცო კაცი რა ხდება მერთო ჩემო აი ესეთი რაღაცები ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში მრავლად მაგრამ არ იცი ახლა რაშია საქმე რა ხდება და მე უთხარი დაბზანდი ბატონო აგერ გამოუწიეს კამი ისე ნაჯექი მე უთხარი რაშია საქმე რა გადარჩენაზეა ლაპარაკი რაშია საქმე და ჩემი ბიჭიო ციხეში შავარდაო რას ლაპარაკობ მე უთხარი ეგეც რატომ რაშია ბუნებრივია იკითხავ ხო აი ახლობელს უთქვია ორო წამომყევიო რა მანქანით იყო და აწევა რაღაცების ისაო და რაღაცები მოუპარიაო წინა დღესო სადღაც დაუმალიაო და მე მანქანით წაიყვან ამას არც უთხრაო და ეს რაღაცა საბურავებიო რავი რაღაცა მანქანები გაუზარცვიაო თუ რაღაცაო და ეს ყველაფერი ამის ჩალაგებაში და იმაში თურმე ამ მაშინ ახლა მილიცია ერქვა და ამ მილიციასო მიუგნიაო ეს და ჩასაფრება იყო თურმე თუ რაღაც და ესენი რომ ჩაალაგეს ამ მანქანაში დაიჭირეს ეს ორივე ეხლა ამან არის არაფერი შემთხვევით აბსოლუტურად ესე იგი ეს არ ვიცი კლასელი იყო თუ არ ვიცი ვინ იყო ამან ესე გამოიყენა უბრალოდ რომ იფიქრა იღე სამშვიდობოსა მაგ დალაგებული ეს მომეხმარება არც უთხრა იმას გასაგებია ის დანაშაულია რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება ესეთი რამე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ესე იყო და ეს ბიჭი გამოიყენა ესაც უდავი სპორტსმენი ბიჭი კაცო საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი იყო ის იყო ბოქსში რაღაც წარმატებები ჰქონდა და ძალიან კარგი ადამიანი იყო თან გავითვალისწინოთ ესეც რომ პატიოსნესი ბიჭი იყო უწესიერესის დილობიანი რამე და როგორ გინდა დაამტკიცო რომ შენ არ ახარ ამის თანამონაწილე და დაიჭირეს ეს დაიჭირეს და ახლა საკითხი დგას იმაზე კი არა რომ ჯერჯერობით გამოიყვანოს და გადაიყვანოს კაცო საკითხი დგას იმაში რომ ციხეში მოხვდა ეს და იქ როგორ და რანაირად კაცი წარმოდგენა ახლა მე მაგალითად იცით ახლა იქ გუნდებთან და იმებთან ურთიერთობა მქონდა და ზედმიწევნით ვიცოდი ციხეში რა ხდებოდა მე რო შევსულიყავი ეს სხვა სიტუაცია იქნებოდა კაცო მე იქით იმას ვიზავდი მაგრამ ამან საერთოდ არ იცოდა ეს ციხის ამბების წარმოდგენა არ ქონდა მე ბავშვობიდან ეს ყველაფერი ვიცოდი კარგად კაცო სიღმაწვილიდან ეს მაშინაც არ ვიყავი დიდი ხო და მაშინაც ყმაწვილი ვიყავი მაგრამ ერთი რაღაცა გარკვეული ის მქონდა ურთიერთობები და ეს ყველაფერი ზედმიწევნით ვიცოდი ანუ კიდევ ვიმეორებ მე რო ციხეში მოხვედრილიყავი მე არ გამიჭირდებოდა არანაირად იმიტომ რომ ბევრი ახლობლები მყავდა ვისა ის ვიღაცები ვიცნობდი იმას და ვიცოდი ეს ციხის ცხოვრება ყველაფერი დეტალურად და ხდება ასეთი რამ რომ ეს შეყავთ ეს ციხეში თურმე ეს მერე და მერე უკვე ამას ვგებულობ და დაიბარა რა მამა და უთხრა რომ მამაო შენო არაფერზე არ ინერვიულო მეო აბსოლუტურად არც საჭმელი მაკლია არც სასმელი მაკლია ყველაფერი არც ფული გინდა არც არაფერი ეს კაცი ელოდება რომ არ იქა და ეხლა ამან არაფერი ისიც ციხისყრება ამას საფკარს გააყიდინებენ იმას ამ როგორ სახდება ხოლმე და ითამაშებს იქ რაღაცა რა ვიცი ესეთი რაღაცები ხო იცით არა ეხლა არიფი საერთოდ არიფს ეძახა აფერი არის ის ამან შევა აბსოლუტურად და რა დონეზე აიგდებენ ეხლა იქ ეს არ არის რა ცოტა არ იყოს ეგ არც არასოდეს მომწონდა მაგრამ ჩემ მოწონებაზე და არ მოწონებაზე არ არის საქმე ამ გლური კანონი არის ახლა თავისთავად მე როგორც მწერალი ამას ვამბობ ახლა როგორც მე არც პრისტუპნიკი ვარ და არც არ არის სწორი აგერ იმპერატრიცა ეკატერინე როდის ზრუნავდა მეებზე პატიმრებზე იმპერატორი ქალი რომ
რაღაც ყოფა ქონდა და ჩვენ ერთმანეთზე გარკვეულწილად უნდა ვიზრუნოთ და ეს არაერთ ავტორიტეტთან განმიხილია ეს საკითხები. იმიტომ რომ რო შედიხარ და თურმე ეს რო შევიდა და აბა ბიჭო შენ რომელ უბნელი ხარ სადა ვინ ვის იცნობ ბიჭო ესა და ამან ვის იცნობს რას იცნობს ვინ იცნობს წარმოიდგინე ხა რა უნდა უთხრას ეხლა კამერაში აბა ბიჭო ისა აბა ისა ეს ამე და ნუ ეს გაბეჭავდა ეხლა რა ქნას აღარ იცის რა უთხრას და თამაზი ალავიძეს ვიცნობ მოგეც ვინ არისო თამაზი ალავიძე ხა ერთს გადაულაპარაკე არ ვიცი არავინ არის გადაძახეს გვერდზე კამერაში თამაზი ალავიძე მაგრამ გადაძახეს იქით არა გადაძახეს აქეთ არა თელმო ციხე მოიარა კაცო თამაზი ალავიძე კაცშვილი არ ვიცნობ ის ვიცნობ მეზე გათქვეფილი კი არა ვარ კაცო იმ დამნაშავეთა სამყაროში იქ რაღაცა ვიცნობ ხალხს მაგრამ მე ესე არ არის ახლა ქვეყანა მიცნობდეს მე ნაჯდომი ხო არა ვარ და ის გარეული ხო არა ვარ მე მოქმედის ხო არა ვარ დამნაშავე კაცო კაცი შვილი არ მიცნობ ციხეში ეხლა ეს დაიძაბა ეხლა ამან ხომ ხედავს რომ მე რაღაც სახელებს ვახსენები იმას რაღაცა და იფიქრა ეს თანაც ეხლა იქ ჯიბგირები ცხოვრობდნენ იმ უბანში ორი და ერთ-ერთ ქურდობა უნდოდა და ვიცნობდი ამას და ეს პიჟაკ გადაკიდებულები რომ და მაშინ მოდაში იყო ეს ჯიბგირები დადიოდა პიჟაკს ჩააფარებდნენ ესე იპარავდნენ იმაში ავტობუსებში ეს პერიოდი ეს ჩემი ახალგაზრდობა და ეს ერთ-ერთი რომელსაც ქურდობა უნდოდა ხო ხედავდა ეს რომ ხდებოდა მთელი პაჩოტით აბათ ამას როგორ ახარ ძმაო იქით აქეთ აი ჰუი და ხო ხედავდა რომ ეს ავტორიტეტული ჟიბგირი როგორ მესალმება როგორ მოწიწებით იმით ამით და იფიქრე ეს მაგარი ტიპია უკაცო ეს იმ ქურდებს იცნობს იმას იცნობს და ხო ლაპარაკობთ იქ რაღაცას ერთად დაორბივართ რამე და თამაზი ალავიძეს ვიცნობ უკაცო მესამე კორპუსზე ხდება გუბერსკის ციხეში ეს ამბავი გადმოძახეს კიდევ მეორე კაცი შვილი არ მიცნობს მე ვინ არის თამაზი ალავიძე კაცო ვინ არისო თამაზი ალავიძე ესენი ეუბნებიან ჩუ კაციაო ესე აღარ იხევს უკან ეხლა თქვა და ეხლა არავის არ იცნობს სხვას და იმ ჯიბგირებთან ამას საქმე არა აქვს უბნელები კი არიან მაგრამ ისინი იტყვიან რა ვინ არა და ერთადერთი ჩემი იმედი აქვს რომ ჩემთან მეგობრობს კაცო და აღარ იხევს უკან იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი რა ქნას უსუსურია უკვე ამდენი ხალხი აბა ბიჭო ვინ არის ამ რა კაცია ბიჭო ვინ არის ესენი ეკითხებიან იქიდან აქედან რამე და ერთ-ერთს უთქვია რა ამ კორპუსის მაყურებელიო წასული არისო ეტაპშიო სასამართლოზეო და ხვალ დილაზე იქნება აქ და სანამ მაყურებელი ჩამოაო რა გავჩერდი თუ რა ვიცი ახლა ნუ იმ მაყურებელს ვკითხო თუ რა როგორ მოიცეთ ვინ არის ეს თამაზი ალავიძე გავიგოთ უბრალოდ ეს ჩამოყავთ ეტაპში დილა და ამათ გაზახეს კამერიდან რა ერთი წუთიო რა რაღაცა გვინდა კითხო თუ რა და ეს მაყურებელი ახლა მაყურებელს ყველაფერი შეუძლია ნებისმიერი კამერა გაახსნევინოს იქ ნაძორს იმას მაყურებელი კორპუსის მაყურებელი კაცი ახალგაზრდა ბიჭია და ეხლაო ჩვენთანო ახალი პატიმარი მოიყვანესო და ტიპი ამბობს რომ თამაზი ალავიძეს ვიცნობოდა ეხლა ვინ არის ეს თამაზი ალავიძე კორპუსში კაცმა არ იცისო და როგორ მოიქცეთო რა ან შენ ხო არ იციო ესაო ძმაო რაღაცა კამერიდან ვიღაცამ რა მაყურებელი იყო თუ ვინ იყო იმ კამერის გახსენით ბაბა კარები მაყურებელს უთქვია ვინ არის გახსნევინა კარები ეს გავიდა აბუსული ეს სპორტსმენი ბიჭი ეს ბოქსიორია კაცო გამხდარი ბიჭი გია მაგრამ კასიუს კლეიროში აღდო ვერაფერს ვერ იზავს ტაისონი კიდე და ნუ წარმოიდგინე ეხლა შენ ესე იგი მე ახლა ეს აბუსული რა და ვის იცნობო შენო თამაზი ალავიძეს ვიცნობო რა საცხოვრობს აბა თამაზი ალავიძე ამან იფიქრა ეხლა ვაიმეო ეს ეტყობა იცნობსო და აქად არ ცხოვრობსო და რა ურთიერთობა გაქვს შენო
აი ვახლობლობო რა იქ მეზობლები ვართო და ერთად დავრბივართო რამეო იქით აქეთ ვარჯიშობთო ისიც ხო ვარჯიშობსო რამეო და რაღაცაო იქით აქეთო და ვიციო რა ის რო გასულ გამოსული ბიჭიაო და რამე უნდა მაგასთან მეგობრობო რა ამედან უკვე წააყარა ამან უკვე მაპატიეთ ამ სიტყვაზე და უკვე გადასარჩენი ვარიანტი რაღაცა გამოჩნდა თითქოს რაღაც ფიქრობს და ეხლა უკვე ამას გელაპარაკებით იმ მაყურებლისგან ვიცი უკვე ეს დანარჩენები და ამათთვის უთქვია რა ჩემი ბრატის ახლობელი ყოფილაო რა წამოდი ჩემთანო რა უთქვია და აი ეს ყოფილა მისი საშველი ესე იგი ეს მამა იმიტომ ჩამივარდა ფეხებში დაჯექიო აქო და გააგებიო შენებს რო აქ არც საჭმელი მოგაკლდება და არაფერი იყავი აქ რადგანო შენ თამაზის ახლობელი ხარო ეხლა შეიძლება ეს არაფრის მთქმელი ამბავი მოგიყევით მაგრამ ორი რამე მაინც ჩავიფიქრე ამ ამბავში ერთი ის რომ პატიმრები როდესაც შევა კაცი ჩემ სიტყვას არავინ არც გაიგებს და უშოთ მაგრამ იქნება ერთმა მაინც გაიგოს და ორმა ეგეც რაღაცას ნიშნავს როცა შევა ახალი პატიმარი რომელიც აზრზე არ არის შემთხვევით მოხვედრილი ციხეში იმ ბიჭს 2 წელიწად ნახევარი მისცეს ციხე მაგრამ იმ მაყურებელმა იქაც სადაც გააგზავნეს იქაც უპატრონა იქ სივა გაატანა ნუ ყველანაირად მიხედა და მადლობელი ვარ რა თქმა უნდა ის აღარ არის ცოცხალი ცხონებული რო შემოვა ის ახალი პატიმარი ესეთი დახვედრა განსაკუთრებით როცა არის ის კაცმა არ ამგონია გამართლებული იყოს ადამიანური ღირებულების თვალსაზრისით იმიტომ რომ ადამიანს უნდა გაარკვიო აი ეს მაყურებელი მეუბნებოდა ერთ ლაგერს უყურებდიო ეს ციხეში ხდება რა გუბერსკის ციხეში და ერთ-ერთი ლაგერის მაყურებელი ვიყავიო და შემოიყვანეს ვიღაც კახელი კაციო და კაცო არის ერთი ამბავი დალეცა ხალხი იქით ვიღაცებს დაარტყა და მათ შორის დაარტყა ცოტა ისეთ ხალხს და რა ვქნათო ხალხი მეუბნება ლაგერის მაყურებელი ვარ ჩამაყენს უნდა მოკლათო კაცო მოიყვანეთ ერთი ვინ არისო მე უთხარიო რა მაგაზე ჩამოვარდა ლაპარაკობდით და ამით მე გააგრძელა რომ შევხვდით მე და ის კი ბიჭი ჩემზე უფროსი იყო დაახლოებით ერთი ალბათ ერთი 10 წლით ხო და ნუ მაშინ მე ახალგაზრდა ვიყავი და ის იყო 30 წლამდე ხო და მოიყვანესო მე ვთქვი ვინ ახარო და ვიღაცა გლეხი აღმოჩნდა ჟანიანიო რა უბრალოდ და რა თურთავ და შეურაცხყოფას მაყენებენ და ურტყავ და ვის ურტყავ ვიციო და რავი ვინც არ უნდა იყოს შეურაცხყოფას მაყენებს და მე შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებ მოდი აქ მე ვთქვიო რა აი აქ ლაგერიაო აქაც ცხოვრობენ ესეთი ხალხიო აქ ესეთებიო აქ ესეთები აქ კატეგორიები ჩამოუყალიბეო როგორ ესე იგი ვინ როგორ ვინაც ცხოვრობენ რა ცხოვრობენ ესენი ცალკე არიან ესენი როგორ არის ეს ლაგერი დაყოფილი მე ამას აუხსენი ეს ყველაფერი მე ვთქვი ახლა შენი გადასაწყვეტიაო რა წესიერი კაცი ყოფილხარო და შენ ღირსებას რო ასე იცაო და საით გაგიწევდა გულიო რას იზავდიო საით სახვიდოდიო რა თქმა უნდა კაი ხალხიო მაპატიეთ და ბოზები რაში მჭირდება მეო ხო და იცხოვრე კაი ხალხთანო და აღარც საჩხუბარი გექნება და აღარც არავინ მოგაყენებს შეურაცხყოფას აი ეს სხვა დამოკიდებულებაა ერთი ამის გამო მოუყევი ეს ამბავი რაღაცის გამო ხო უნდა მოგიყვეთ ხო თუმცა ისეთი ამბებიც მინდა მოგიყვეთ სტატისტიკურად უნდა შევხედო ერთი რა ხდება და ვის როგორი მაყურებელი ეყოლება რას როგორი მაყურებელი ეყოლება ეგეც მაინტერესებს და მეორე ამბავი ის ვიგულისხმე რომ პატიოსან კაცს აუცილებლად დაეხმარება განგება ზუსტად განგების ბრალი იყო ის რომ ჩემი ახლობელი იყო მესამე კორპუსის მაყურებელი თორე ეს განწირული იყო ამისი ოჯახიც და სადამოყოფდა თავს ეს სპორტსმენი ბიჭი
როგორ გაფუშდებოდა და მისი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა, ამას ვერავინ ვერ განსაზღვრავდა. გაუბედურდებოდა ეს ადამიანი. ასე რომ დიდება უფალს და მშვიდობა ჩვენ, სიყვარული ჩვენ, ჯანმრთელობა ჩვენ და ყველაფერი კარგი ჩვენ იმისათვის, რომ ჭეშმარიტად დავინახოთ ცხოვრება. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, კიდევ და კიდევ ერთ რამეს გისურვებთ, სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, სხვა ჩვენს ერს არაფერი გადაარჩენს. და რაც შეეხება ჩემს გაჭირვებას, იქნებ ვინმე დამატებით კიდევ იფიქროთ ამაზე, რომ ჩემი გაჭირვება არა მარტო ქვეყანას უჭირს და ქვეყანას სჭირდება ის, რისი გაკეთებაც მე მსურს. ნახვამდის.